ცნობილი ჰოლივუდელი რეჟისორი და პროდიუსერი პოპულარული ამერიკელი მსახიობის ნიკოლას კეიჯის ძმა კრისტოფერ კოპოლა ბათუმის სტუდენტებთან ერთად საკონკურსო ფილმში მონაწილეობს. მან გუშინ ბათუმელებს საკუთარი ფილმი წარუდგინა, რომელიც ცნობილი კინემატოგრაფისტების კოპოლების გვარზეა გადაღებული, შემდეგ კი რეჟისორს ქართველების კინონამუშევარიც აჩვენეს. კრისტოფერ კოპოლა საქართველოში ფესტივალის ხელმისაწვდომი ჰოლივუდი საქართველოს ფარგლებში იმყოფება. ხელმისაწვდომი ჰოლივუდი საქართველო 5 სხვადასხვა სახის კონკურსს მოიცავს. მასში 5 ასაკობრივი ჯგუფი მონაწილეობს, მათ შორის არიან ბავშვებიც. 14 ივნისს შითეული ნამუშევარი ფესტივალის ვებგვერდზე განთავსდება და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხმის მიცემა დაიწყება. გამარჯვებულები 15 ივნისს გამოვლინდებიან. პროექტს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი და ფესტივალი კინემატოგრაფია ყველასათვის ახორციელებენ. ფესტივალი ჰოლივუდი ყველასთვის, სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებისთვის ჰოლივუდის კარის ფართოდ გაღებას და კინოინდუსტრიის განვითარებას მიზნად ისახავს. მოხიბლული ვარ ქართველი მსახიობების ოსტატობით, ძალიან მომწონს თქვენი სტუდენტები, რომლებთან ერთადაც მუშაობ. მათთვის არ არსებობს მიზანსცენა, რომელსაც ვერ შეასრულებენ. ისინი ყოველთვის მზად არიან დიდი პროფესიონალიზმით შექმნან გმირის სახე. რაც შეეხება ფილმებს ბიუჯეტის გარეშე, დიახ, ეს შესაძლებელია. გამოცდილება, პროფესიონალიზმი და კონტაქტები. ეს ყველაფერი საკმარისია იმისთვის, რომ მშვენიერი ფილმი გადაიღო. სითამამე გამოვიჩინე, რომ გამეკეთებინა და ის აქცენტები, რომლებიც აქვს კინომოყვარულებს და ვისაც უნდა გადაღება ფილმის, ყოველთვის უნდა სცადეს და მე მაყურებელზე უკვე რამდენად შენის გამოგივიდა თუ არა და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბათუმის რო ეს ღამე იმას კვირს და უკვე 2 საათი ხდება და გაუძლეს ჩემ ფილმს.